სიყვარულით სამუდამო თორბულს თუ შეაერთე ცხოვრებაში პრობლემების დავიწყებით გაერთეთ არ გამოვჩეთ ლიგანიკა დაივიწყეთ პოლიტიკა მუდღაზორდიცი ეღუმა გადმორულე სიმინჯეღურელსი ბორო მუსმირა გადუმზღა ხომა ოქოტუ მეზორდი დო კიჟინონდი წიპა სკან ღურა სკან აიმე გაუგვიძიათ პარემავდგებით და საწოლში მივართმევ საუზმის მეცხელის ვარ სასტუმრო საწოლში რატომ მიართმევ მეგრელებს ვემსახურებით და სახელი გვაქვს ჰოტელ მარგალ პალასი და მეტი რა გავაკეთო გადავტოვი ბარემ ბოლომდე მომემსახურები აი რა ნიკა რა მე მოიყვანე შენი ნათესავებიც და დავიტოვოთ ხოლმე კი ბატონო ოღონდ სახელის გადარქმა მოგვიწევს ესე იგი ჰოტელ საგვარეულო პალასი ტუალეტში ვერ გავსულარ ჩემ გემოზე სახლში კაცო აი შენ გემოზე ტუალეტში გასვლას ვინ გიშლის ახლა გოგო ჩვენ საძინებელში როცა მეძინა თვალდახუჭური ვაგნებდი ტუალეტში ესე იგი ვდგებოდი 5 ნაბიჯი პირდაპირ 8 მარჯვნივ და ეგ არის იქ ახარ გუში ნავდექი გავიმეორე იგივე და ნუ გზადი ხომ გამომაღვიძა კაცო ჩემ საძინებელში უნდა გავყიდო ბინა რა არის სასაცილო აქეთი რა ნიკა ორი დღე რჩებიან და სასტუმროში ხო არ გაუშვებდი მე გამიშვით ბატონო სასტუმროში არა პრობლემა არა მალადიეც ზღაბო შენ მალადიეც ამის გვერდით რა გაძინებს გოგო ბატონო ჯიმა შენ ხსონია ხრინვა ჯიმა თელეგრამია ზანზარებდა სახლი ნიკა არ ხრინავდა შენ ხრინავდი გუჯა მთელი ღამე რასა რომ ხო მართალო მოვიდი მე რა იცი კაცო გათიშოს მეძინა გადავირევი ახლა მოიცა თითო რას ვაკეთებ გესმით რამე გიშიეს რა უნდა გავიგო გამაგები არა ახლა კი ეხლა გვესმის აი ესაა ჩემი ხრინვა ასეთი იყო ის ზემოთ ხსენებული ასეთი არის ამაში ესაქვე მე სტუმრად რომ არ თავს ვიკავებ თორევა არა იმას ეკაიეთ ბრელვა რა გადუვა ასე წიპა ვამიჩქა დორდ გვადგონქისო ვაი ნიკა რა უნდა გითხრა ორი ქსელია ხო ასეთები მიყიდე მეც ნიკა ჩვენ ყველი აღარა გვაქვს არა ყველი არ გვაქვს თქვენ რა გითხარით მეც ვერ მითხარით მე წამოგიღებდით კაი მაგარ სულგუნს ახლა აგერ ჩანთაში კი გვიდევს ერთი 5-6 კილო მაგრამ გასაყიდა და აი წამოღებული უკეთეს ჩამოგიტანთ კაი ხარისხი გვაქვს დედა მეფეები რო ჭამდნენ ისეთებს სხვათა შორის ესეც კარგი უნდა ჩანდეს იმიტომ რომ აი არომატი დგას სახში ესეთი კარგი რომ კაი უნდა არა ახლა ნორმალნია ახლა ეთ 20 ლარად რომ გაყიდი ისეთია ეს იცი ამიდა გითხან აი ეს სახლი ჩვენ რო გვინდოდა გადაგვეკეთებინა სასტუმრო კომპლექსად რა ვქნათ მაგაზე დედა რა მაგარია ძველი ეღირება რა ვიცი ფიქრობ რომ თუ კარგი საშუალო ისე თუ შევღებავ კედლებს 1-20 ლარი ღამეში უნდა გამოვა 20 ლარს ვინ გადაიღდის ახლა ჯიმა არა ბოლო წავდნენ ნათესავთან დარჩებიან აბარანტე და 20 ლარის გამო ჩამოვედით თბილისში და ახლა ლოგინში მივცეთკა რომ ლოგინშია რომ აძლევაბასთან გაჩერდი სხვათა შორის რაული მდარეკა გელოდებათ და როდის ჩამოხვალთო და მელოდოს
ასანამ არა მოვყიდე ამ ყველს ფეხის მოსვლელი არა ვარ აქედან. ხოთაშორი ჩორა ცოტათები ქონდა საყიდელი არ ყიდულო? გვაქვს. თუ გვაქვს მარმინდა. დედა, იცი რა მაინტერესებს ნადუღი და ნადუღი თუ უყვარ თბილისელებს, მაიმე, სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე რომ მიყვარს ხო იცი მამულა. გიждდება კი. კაი. ხომ არ გაგიჟდით ახლა თქვენ? თქვენ როგორ გამოგართვათ ფული? ასკვია კაი, მაგიტო არ მithქვამს გუჯა. აბა რას მირთმევთ? რა მოგიმზადოთ? სადივად? დედა, ელარჯი იქნებოდა მისწრება. ყველი არ გვაქვს. ნიკა ხომ ყავს კაცო? მე რა ვიწველები თუ რა? ბიჭო, ახლა ბაზარში რომ გაიქცევი და 1-2-3 კილო კაი სულგუნს რომ მოიტან, მეტი მოწელა რა გინდა? მან და მან ჯიქანი გინდა გეკიდოს. დედა, კვერცხი ხომ არ გინდა ნიკა? კაი კვერცხი გვაქვს ჩამოტანილი. ნიკას კვერცხი არ უყვარს, ეზიზღება. ცხოვრებაში არ უჭამია. კერგი ხარ უნდა მთელი ლაპარაკი შოუწვი კაც კვერცხები. დედა, არ უყვარსო და ძალიან ხო არ ვაჭმევ, კაცო. უყვარს არ უყვარს რა მასკა. გაჩენდი ახლა შენ მასწავლი მე საქციელებს. ნიკა საბანაო შევდივარ მე. შენ კი არა მე შევდივარ. შენ რატო შედიხარ? მე შევდივარ. ყველას თქვენი ადგილი გაქვთ ამ სახლში რა. მომეცით ერთი პატარა ოთახი. ავტონომიური ოლქის პონჩი და გაგანებებთ თავს. დედა! რა იყო? დედა გაიგონი ამ ქალმა რა უთხრა? მამა შენი ვარო? მამამისია მე. რა სამოვიჯო? ეს ქალი კაცია? ჯო, კაცი იყო, ეხა ქალია. მოიცადე ახლა. ამ კაცმა გააკეთა ეს ბავშვი და მერე გადაკეთა ქალად. ხო. იოკი პონკი, რა სამოვიჯი გაიგონია მამულა? ახლა შენ რომ უთხრა ჩვენთი ნიკოს, მამა შენი ვარო და მართლა მამა რომ აღმოჩნდე ბოლოს. გაჩერდი ბიჭო. დიმა. ამას ისიც აქვს და ისიც აქვს. ყველაფერი აქ მაგას ყველაფერი. გამორთე, რას მაყურებინებ გაზამადი გაჩერდი, კაცო, გაჩერდი. კინო არის, კინო, რა დაგემართა? მაგარი სერიალი გინდათ მოგიყვეთ? გამოუშვი. ჩამოსულები ქვია რა. ორი ახალგაზრდა კარგი, მოსიყვარულე წყვილია. თავისთვის ცხოვრობენ მარტო, არავის არაფერს არ უშავებენ. უცბად ჩამოვლენ მათი ნათესავები. გოგოს მხრიდან. ამათ ბევრი საქმეა დგენ. ისინი კიდე არ მიდიან, კაცო, არ მიდიან და არიან იქ. იქ არიან. საინტერესოა, მამულა. ხო, ძალიან საინტერესოა. ესე იგი, რო უყურებ, გითხრებს პირდაპირ. აი, შეგრძნება გაქვს, რომ იქ ხარ, გესმის, აი შიგნით ხარ. აი, შენი მეზობლები რო დაერივენ ერთმანეთს, სენაკში. როგორ დამთავრდა მაგათი ამბავი? კაი ერთუძმა ხარ, ამათი ამბავი დამთავრდებოდეს კარგად და მაგათ გადაუშენდათ ორი პატრონი. ნახე მამულა, რამხელა სახლები აქვს ინდოელებს? ალბათ ბევრი ნათესავები ყავდა ყველა რომ მიიღონ. ზენ რა კარგი იქნებოდა ნიკას რომ კონდეს ამხელა სახლი. არა ნიკა? მარტო მე კი არ წამოვიდოდი ბაზარში, თელ სენაკს მიგვიღებდა ჩემი ნიკა. აჰა. პრემიაზე ვართ მამულა. აბარა. ნიკა, სადარბაზოდან რაღაც ხმაური შემოდის და გაიხედი, აბა რა ხდება? დედა როდის ჩამოვიდა ხმაური? ია ჩამოვიდა, შემოვიდა. სად შემოვიდა ჯიმა ხმაური სენაკში ამაგი? რა არის სენაკში, გუჯა? ჩემი ბიძაშვილი ხმაური ჯინჯოლია. მაგაზი არ ვამბობ, სხვა ხმაურზე ვამბობთ. კაი, გავხედავ ხა და მოვა. დედა მოდი ბიჭო აქ რა. ვინმე სტუმარი არ იყოს ახლა და მაგი მადარდი ამ საღამოს სადავაძინო. ხუბი თუ არის შავქამარ შავიცმე. რა თქინდა შავი ქამარი? აბა ესე მძრება გოგო და შავი ქამრით კარგად მაგწელზე. რა ხდება? მეზობელი დაუყაჩაღებია. რა იყო ხან? დედა ვინ დააყაჩაღეს? ჩუბინიძეები. საწყალი ჩუბინიძეები. ესე იგი მთელი ოქროულობა, ძვირფასეულობა წაუღია. პატრონია მისული მე გამოვედი რა. მე კიდევ კაი აქ არ შემოვიდნენ, თორემ თავს გავწირავდი და ჩემ სულგუნს არ გავატანდი მაგას. რა გადარჩენილები ვართ, როცა უნდათ ასეთი განძი გვაქვს სახში, ხო ჩვენ დაგვაყაჩაღებდნენ, ჰა?
აი ხანი არ გამიგია მე ქურდობა. ბოლოს მოპარეს ჩემს მეზობელს ზროხა 1 წლის წინ. და აქაც იბარავენ ზროხებს? მამულა ვის ყავს აქ ძროხები, კარგი რა. საიდან იყოლება და ასე ყოველდღე თუ ქურდობა ჩემ ახალგაზრდობაში იყო ბიჭო. მახსოვს ერთხელ ჩემ მეზობელს ჩართული ტელევიზორი მოპარეს, აბა? ჩართული ტელევიზორი რანაირად მოპარეს. დედა, გამორთული მაგნიტოფონი არ დაადეს თავზე და ისე არ წაიღეს? იგივე სახში არავინ არ იყო? მე ვიყავი, მაგრამ ხმას ხომ არა ვიღებდი ახლა. თავი კი არ მქონდა მობეზრებული. რეწავი. ლიკა დაათვალე ერთი ყველანიფი თავის ადგილზე გვაქვს თუ არა. აჰა. ო, ლიკა, კიდევ ვინმე შეყარელოდები? არა, არავის არ ველოდები. რა, ჩიკაც ვიქნები ათესავები უნდა მოვიდნენ კიდე. გამარჯობათ. გამომძიებელი მერიან თოფურია. აბა არ ველოდები ათესავებსო. შეიძლება შემოვიდე. თუ დარჩენას არ აპირებთ თქვენც მობძანდით. რამდენიმე კითხვა მაქვს. დიახ. წუხელ ღამით რაიმე ხმაური ხომ არ გაგიგონიათ? რა ვიცი, რაღაც ლაპარაკი წუხელ ღამით? ლაპარაკი შემომესმა წუხელ ღამით. ოღონდ სხვა ენაზე ლაპარაკობდნენ ისინი, ვინც ლაპარაკობდნენ და ვერ გავარკვიე რას ლაპარაკობდნენ. როგორ გგონიათ? დიახ. ისინი ხომ არ შეიჭნენ იმ სახლში? ისინი იმ სახში? არა, იმ სახში არ ვიცი, მაგრამ აქ რო შემოიჭრნენ ნამდვილად. დიდი ხანია აქ ცხოვრობთ? რა ვიცი, თუ ამას ცხოვრება ქვია, გვიჭირს ძალიან. არ მუშაობ მე, ისე 2 წელი. განყოფილებაში უნდა წამობრძანდეთ. პატუცემ განყოფილებაში რა. მე ვერ წამოვალ, ამ ხალხს ვერ დავტოვებ მე. რატომ ამდენი ხალხია სახლში და? კი არის ამდენი ხალხი, მაგრამ რო გამრავლდნენ მე და ბერნი დამხვდნენ, სად წავიდნენ. ეგ თქვენ თვითონ გაარკვიეთ. ახლა წამობრძანდით. ბოდიში. ძალიან საჩქაროა. რატომ მეკითხებით? ჯოკერს თამაშობთ მეთქი და რა ვიცი, პრემიაზე გავდივარ, ეს ფულკაც ხوار ჩაგო. როგორ თქვენ ბრძანებთ? არ არის პრობლემა. მერე დავამთავროთ ეს ჯოკერი ჯიმა. მაცადე. ეს კაცი თუ მიყავთ, მე თან წამიყვანეთ. კაი ბატონო, წამობრძანდით. მართლა? რა მინდოდა მამულა? დედა, ვადობილად. ციმირშავი უნათვა, ვაგმახანდა. დემშვიდ მამულია, დემშვიდ. მესმის ქალბატონო მეგრული არ მიყვავს ციმბირში. დავკითხავთ და გამოუშვებთ. კარგით რა, ჩემი ქმარი რა შუაშია? მოიცათ ეხლა ეს ქალები ბოლო-ბოლო გაჩერდით კაცო. რა უბედურებაა, ჩვენ თვითონ დავლაგდებით ერთმანეთში, კაცები. ბატონი გამომძიებელი. ისა რა გვარი აქ რომ არის ერთი მთავარი გამომძიებელი ისა? აბაშიძე. არა ის თლადუმროსი რომ არის გამომძიებლების უბრალოდ. გურამ კვეკვესკირი. კვეკვესკირი ხომ? არა, განყოფილების უბროსი ქობულაძე. ამ ხელას ზავეძენიაში ერთი მეგრელი არა ყავთ, მე გახლავართ, მაგრამ ვერ დაგეხმარეთ. უყური ახლა მას. არ ყოფილ ხარ ვიცი შენ თლად მეგრელი. აქ დამელოდეთ, მე თვითონ დაგიძახებთ. ამას ახლა დაწყნეთ დაჯექი. გარგამოვა საწავა. ბიჭო მართლა რომ დამიჭირონ. კაი, ეს დამშვიდი ჯიმე, დაგიჭირონ ის კი არა აქ, დაგიჭირონ. რა უთხრა შვილებს? სად ყავს ჯიმა შვილები? გაკეთება ხო უნდათ კაცო, მაგრამ მე რომ დამიჭირონ ვინ მიხედავს ლიკას? კაი, ახლა მაგისთვის არ ღირს ნერვილობა. მე და მამულა რას ვაკეთებ? ჩვენ მივხედავთ ბავშვს. ხომ არ მივატოვებთ? თქვენ აპირებთ ჩემთან გადმოსვლას, ხო? აბა რას მიზამ ჯიმა? ერთი ოჯახი არა ვარ. არც ერთ ვარიანტში არ დავაჭერინებ თავს. ჯიმა, თუ მაინც და მაინც ბოლომდე მოგაწნიან, აღიარე ქურდობა.
ცოტა მიჯერე, ბიჭო. ჩანჯდები ცოტა ხნით, დაისვენებ, გამოიძინებ, წიგნებს წაიკითხავ, კაცი შვილი არ შეგაწუხებს იქნები შენთვის არ ხეინად. მაგისტრის ჩავშდე ბიჭო ციხეში. ხო, რა იყო? ბიჭო, ჯერ ეს ერთი. იზი ტოლსტი ნუგზარაც არ შემოვა და დაუკითხავად არ შეგაწუხებს. მეორე ლიკა არ გეტყვის სადი სამუშაო მოძებნეო. მესამე კიდე მაღაზიაში არ მოგიწევს თუდასუდა სირბილი. აი ნათესავებიც აღარ შეგაწუხებს და იქნები ესე შენთვის. ნათესავები აღარ შემოწუხებია. გამსტროგეთ მაგის დედაცვატინე. რას აკეთებდით გუშინ 17 საათსა და 20 წუთზე? 17 საათი და 20 წუთზე ჯოკერს თამაშობდი. ვინმე შეუძლია დაადასტუროს. კი, დამაგულს. რა? არა, 4 კაცი თამაშობს საერთოდ და მეტი მოწმე რა ვიცი. დაზარალებული სახლში ნაპოვნი თითის ანაბეჭდები სრულიად ემთხვევა თქვენს თითის ანაბეჭდებს. და კაია იქა. კი. ორივესთვის. ჩემთვის კარგია. დიახ. საქმეს დახურულად გამოვაცხადებ. აჰა. თქვენთვისაც კარგია. დიახ. მეტი დრო გექნებათ ფიქრის თუ რა ჩაიდინეთ. მე არაფერი არ ჩამიდენია. მაცივარზე ნაპოვნ თითის ანაბეჭდებზე რა სიტყვი? მაცივარზე ნაპოვნ თითის ანაბეჭდებზე შემიძლია ერთი რამე დაგიდასტუროთ. მაგათმა შეიძინეს რამოდენიმე ხნის უკან მაცივარი. როგორ და რანაირად მე ეს არ ვიცი. და მივეხმარე ატანაში. ზევი ცხოვრობენ და მივეხმარე. აი ეს შემიძლია მაცივართან დაკავშირებით. უთოზე? უთოზე. უთოც აატანინეთ. უთოს როგორ მოიცა ეგ უთო არ ჩამოუტანიათ ჩემთან? ამ რამოდენიმე ხნის უკან ათხოვა ჩემმა მეუღლემ. კიდევ კარგი გამახსენეთ პატივცემულო. სხვათა შორის ფაქტიურად გამძარცვეს. აბა ორი კვირა ნივთს რო წაიღებს ადამიანი და არ მოიტანს, თქვენ კიდე მეუღლე. მორჩი ახლა სისულელეებს. დიახ. მოგიდე კალამს და ფურცელს ხელი და დაიწყე წერა. რისი? ქალთა სახეები ვეფხის ტყაოსანში. რისი და როგორ გაძარცვეთ? ვინ გახლდა? კოხტა და ლამაზა დამიწერე. არ შეიძლება რომ ბილეთი გამოვცვალო? რა ბილეთი ბიჭო? რა ბილეთი? შენ მე ვინ გონი? როგორ გეკადრებთ? მე თქვენ კი არ მგონი ხართ, თქვენ ბრძანდებით გამომძიებელი, რომელიც შეცდომაში შეიყვანა ვიღაც ცუდმა ადამიანმა, რომ დამაბრალოთ მე თქვენ ეს. ესე იგი არ გინდა ნორმალური პასუხი გამცე. მინდა, მაგრამ მე არაფერი არ დამიშავებია და. კარგი ბატონო. დიახ. აწი რაც მოგივა, შენს თავს დააბრალე. უკაცრავად მიბრძანდებით მაღაზიისკენ ხო არ წახვალთ? ბატონო? არა, თუ მაღაზიაში მიდიხართ, გვექნებ წვენი წამომიღოთ. ფულს გაგატანთ ხარ აზე საუბარი. პერი მიშრება უბრალოდ ნერვიულობით და. ცოტა ხანი დამაცადეთ. დიახ. კარგ წვენს დაგალევინებ. პრინციპში რომ შეხედო არ გავს ქურდს. მასე ერთი შეხედვით უსაქმურს გავს. არის კიდეც. ხო და ეს ვერ ჩაიდენდა ქურდობას. რატომ გგონიათ ქალბატონო დოდო? ეს იმყარებს რანაირად გააღებდა. ხო ხედავ პირს ძლივს აღებს. იცით რა, მე ვიყენებ დუმილის უფლებას. დუმილის უფლებას იყენებ? დიახ. ვეუბნები ამდენი ხანია ქალბატონო დოდო რომ ესე იგი, მაგ დროს 17 საათსა და 20 წუთზე მე ვთამაშობდი ჯოკერს. არაო, გინდა თუ რა შენ გაძარცვა ჩუბინიძეებიო და მიმაჯაწვა აქ კაცო. რა უნდა ვერ გავიგე, მირიანი ეს საერთო მე ვარ, ვეღარ გავიგე. დაკითხვაზე პირველად ხარ? არა, ვარ ხოლმე დაკითხვაზე ხშირად, ოღონდ სახლში. სახლში? დიახ. აი, როცა თრალი მივდივარ მაშინ.
გამომძიებელია შენი ცალი? არა, გამომძიებელი არ არის, მაგრამ რატომღაც თქვენზე უფრო ადრე და ადვილად ხდება დამნაშავე ვარ. თუ არა. რა ვუყოთ ახლა ამას? ხარ მაწამებთ? არა, იმედი მაქვს, არც მცემთ. არა. ხო და აბა გამოკეტილი კი ვარ აქ რამდენიმე საათია და გამიშვით რა სახში რა. კითხვები უნდა დაგისვათ. კი ბატონო, ტელეფონი მაქვს ჩართული სულ და მე უპასუხებ ზარებს, არ არის პრობლემა. და რა ვიმესიჯოთ? ეგ ვეღარ შემოგვიდეთ გაბატონო დოდო. პრინციპში მეც მესეჯები მირჩევნია, მაინც სოლიანი კაცი ვარ ხო ხვდებით და გამოძიება დაწყებულია და სანამ არ დასრულდება, ქალაქიდან არ უნდა გახვიდე. აუ. ზაფხულამდე ხომ მორჩება კაცო, სოფელში მიმყავს ოჯახი. შენ აღიარე და საქმეს ეხლავე დავხურავ. გარეთ დაგველოდე ცოტა ხანს. დამირეკავ თუ მესეჯებს მოგ. არ არის პრობლემა. რაო ჯიმა? ჰა? რაო და ცერეცოზე 20 ფეხი არ მოუცვალოსო გუჯა. აი? რაო? რაო და რა ვიცი, ქალაქიდან არ გახვიდეო, ასე რომ შენ მოგიწევს წასვლა რა. წადი ჩემო გუჯა, წადი. მიხედე თავს და გაერთი, ახალგაზრდა კაცი ხარ. მართლა? დაველოდები ცოტა სამ გამოძიებას და მე წავალ. წავალ აბა რას ვიზავ? რა? მაგას გონი ეს არ წავა? ყველანი წავალთ, ყველანი, ჰა? რა ბჟუტურობი? არა ბიჭო. დასაკითხს კამზე რო ვიჯექი. რას ფიქრობდი თუ იცი? რას ფიქრობდი? ოჯახია ყველაზე მნიშვნელოვანი და პირველი შემოძამიკო. სკანგულოა ფიროჩკი მიჯი. ოჯახი. ჰა? ოჯახი მეთქი და არა იზი. ცოლის ნათესავი. თუ კიდე მე დავიბრალებ ჯიმა ყველაფერს. რას დაიბრალებ შენ? დანაშაულს. ჩავჭდები ცოტა ხნით. რა? 1000 ჯურის ხალხია ეგ და ერთო ვიღაც ბიზნესმენს ან ბაზრის დირექტორს ვერ გავიცნობ, აი, ჩემ თავსაც მივხედავ და თქვენს მოგხედავთ იქიდან. შენ არის რა არის ზონა გუჯა, არის რა უნდა იყოს? რა? ცემენ? შენ ხომ არ გცემეს იქ? არა, ცემით არა, არ დაურტყავთ. აი, ხედავ? შენ კიდე ჩემი წამოყვანა არ გინდოდა? კაცო, გამანებე რა თავი რა. ხო, რა, კიდე კაი წამოგიყვანი. რა, ბევრი კითხვები დაგისვეს? კი. რა მე ყველა კითხვაზე პასუხი გავეც და 200 ლარი მოვიგე. შენი ჭირინე, ბიჭო, შენ ვერტლა ვერ ახარ, მე მგონი კარგად. ბიჭო, გადი გარეთ დამელოდეო და გეტყვით პასუხს. მე რა ვიცი რა. ესე იგი თუ გითხეს დამელოდებ, ესე იგი გაგიშვეს ჯგირ. ბიჭო, ახლა ისეთ ხასიათზე დავდექი. აი, სამში ჩანთაში რომ მინდა ორი მყავს, 60 ლარად რომ მყიდდი. პირველი ვესტაშის მიცე 50 ლარად, ბიჭო. დედა, რა კეთილი ხარ გუჯა, აი, გამაჟროლა კი არა, გამსტრა ტანში, ბატონო ნიკა, თქვენი პირადობა. დიახ. მიბრძანდით სახლში. ჩემი ოღონდ ერთი თქო უნდა გვექნება. გამოძიების დასრულებამდე ქალაქიდან ნუ გახვალთ. ქალაქიდან კი არა, ოთახიდან არ გამოვა. ფათით შემო. ახლა მაგას ვაბარო აჩოტები საწაყვალ და საწამოყვალ შენ, ჰა? წადი. უყური ამას. დამებრალებინა რა. დამებრალებინა ხო ვიწვებოდი ჩემთვის მშვიდად წყნარად იმ საკანში. ჩემი ბისკვიტუკა. ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება. რა იქნება გოგო, კარგად ბეწვზე ვარ გადარჩენილი. რატო? რატო? კიდე მეკითხები რატო? ხო. რომ მეჩიჩინები წადი სამსახური ისევე რამე გააკეთე, რომ მართლა დამეჯერებინა წავსულიყავ, ეხა ხო ვიქნებოდი იმენა შარში რა. აბა. ჯერ ისე ვერ შოულობ სამსახურს და ეხლა ნასამართლები რომ ყოფილიყავი საერთოდ მიმამუშავებდა. საერთოდ გამორთე საათი კაცო ამეშალა ნერვები რა. აუ, კარგი რა, დამაგვიანდება ხოლ სამსახურში. ვიმე, შენ მაღაზი არის ნერვიულო, არა? მეგრული მაგვიძარა, დილიდანვე ჟივრი ხივილით გაიღვიძებს. აუ, მამულამ ისე ინერვიულა, ისე რომ აი გიჟი ვიჭამდა ყველაფერს. მაცივარში ყველაფერი გადაჭამა. რასო? ყველაფერი შეგვიჭამა? ხო, ყველაფერი. მარტო მწვანილი დატავა. კიდე კაი მწვანილი მაინც დარჩა. ვიმე, ჩემი ბისკვიტი. ეხლა მითხარი მწვანილი რა თქინდა? მოიმედეთა.
როგორც კი გათენდება დილით, ეგრევე დაყარე შემოსასვლელში. მოვა ნუგზარი, იქვე კარებთან მოძოვს ყველაფერს და შიგნი აღარ შემოვა. აღარ დაიწყება მე რატომ მოხდა, რისთვის, არავის ნერვები მიარღია. ჯიმა! რა! შუქი ჩააქნეთ რა, ვერ ვიძინებ ჯიმა. ბიჭო მარტო ხომ არ ცხოვრობთ ამ სახლში. თქვენ თუ არ გეძინებათ, ჩვენ მაინც დაგვაძინეთ, ადრე ვართ ასადგომი. იცი ამას არ ვიცი რას უზე გადავამტვრევ წერში. ვაიმე, ნუ ნერვიულობ. კაი, ჩავაქროთ შუქი და დავიძინოთ. რა შუქი უნდა ჩავაქრო, გოგო, არ მეძინება. არ დავინახო შუქი ჩავაქრო. ვაიმე, შენ არ ამბობდი ცოტა ხნის წინ მეძინებაო? მეძინება, მაგრამ არ მეძინება, მოკლედ არ ჩავაქრო შუქი. ჯიმა! ჯიმა! მიდი ჩააქრე შუქი, ამათ ჩაუქრათ ჯიშ და ჯილაკ შუქი საერთოდ რა. ნუ იწყავლები.